დავით კუპატაძე Silk Road ჯგუფის არტ დირექტორი გახლავთ ჩვენი სტუმარი და ბოდიში რომ არასწორად გამოვაცხადეთ თქვენი რეგალია, იმიტომ რომ არასწორად ჩავწერე მე თვითონ. საუბრობთ ლოგოტიპებზე, საინტერესოა თქვენი აზრი, რომელი ლოგოტიპი ითვლება მსოფლიოში, ისეთ ლოგოტიპად, რომელმაც ასე ვთქვათ რევოლუცია მოახდინა ამ სფეროში, ან გარდამტეხი ძვრები მოახდინა. აი ისეთი ცოტა რთული კითხვა, იმიტომ რომ ამაზე რაღაც სტანდარტი და დოგმა არ არსებობს. რეალურად ლოგოს ისტორია, საფირმო ნიშნის ისტორია უფრო აი ძალიან ძველია, იმიტომ რომ საერთოდ ანუ ლოგო ადრინდელი დაღის დასმა იყო რა. ხო და აქედან გამომდინარე, ანუ ვერ გამოარჩევ რაღაც ისეთ ლოგოტიპს, მან ისეთ საფირმო ნიშანს, რომელმაც აი მოახდინა რევოლუცია. არა, უბრალოდ ეს დროთა დროის განმავლობაში, როცა ვითარდებოდა ტექნოლოგიები, როცა იქნებოდა სხვადასხვა საწარმოებები, ანუ იზრდებოდა ბაზარი და იყო საჭიროება, უკვე ანუ ჩნდებოდა საჭიროება, რომ შექმნილიყო განსხვავებული ნიშნები, რომ მათი გარჩევადობა ყოფილიყო მარტივი. და აქედან გამომდინარე, უკვე ჩამოყალიბდა ის რაღაც სტანდარტები, რაც არის დღესდღეობით ლოგოტიპის, ანუ ეგრეთ წოდებული რაღაც სტანდარტები, რომ თუნდაც როცა ქმნიდნენ ლოგოტიპებს, რომლებიც არის შესაბამისად სწორად აგებული, ანუ რომლის ანატომია იყო ეგრეთ წოდებულად დარღვეული, შემდეგ მცირე ზომებში ის მაგალითად არ იყო ახმადი, როცა მაგალითად ქმნიდნენ ლოგოტიპს და ანუ წინასწარ საზღვრავდნენ, რისთვის სჭირდებოდათ მათ ეს სიმბოლო, შემდეგ ისე ხდებოდა, რომ მათ პროდუქციაზე ის ლოგოტიპი აღარ ჩანდა, ისეთი ეფექტური მისი კომუნიკაცია მომხმარებელთან უკვე ისეთი იყო რა, ანუ სად ხვდებით ყველაზე ძველ ლოგოტიპს? შუმერების დროს შეიძლება. დავით დასმიდან უნდა. ანუ აი ძალიან ძველია. ეს უბრალოდ მეც ეხლა ანუ ისეთი ეს ჩემი აზრია, უბრალოდ ანუ ყველაფერი შეიძლება დაარქვა, ანუ საფირმო ნიშანი, ანუ ეს რავი, აი დაღის დასმა თუნდაც თავის დროზე, აი სხვადასხვა ისინი ვინც რკინაზე მუშაობდნენ მაგალითად, ცდილობდნენ რომ თავისი ხელმოწერა, თავისი რაღაც, ანუ ეს ტიპოგრაფიული სახით იქნებოდა თუ სიმბოლოს სახით დაემუშავებინათ ისე განსხვავებულად, რომ სხვას არ შეეძლო მიემგონებია ის. აქედან ანუ ეს უფრო შეორია თორე ესე უკვე მე-19-20 საუკუნეში ხდება ამის უკვე აკადემიურ მეცნიერებებში, მეცნიერებაში ჩამოყალიბება რაღაც სისტემის მიცემა, პირველი ლოგოტიპები იქნება, რომელიც მე მგონი თუ არ ვწდები, ანუ შეიძლება შეცდომაში, ანუ მე მგონი ერთ-ერთი პირველი შეიძლება. ერთ-ერთი პირველი დაარეგისტრირდა ლონდონში, ანუ წითელი ლოგო იყო, უბრალოდ სახელი არ მახსოვს ბრენდის სამწუხაროდ. შემდეგ უკვე დაიწყეს ნელა-ნელა, ანუ ტიპოგრაფიულ ნაწილს ამატებდნენ სიმბოლოს, რა ვიცი, აი სალვადორ დალის ჩუპა-ჩუპსის ლოგოტიპი დახატა ერთ-ერთი რაღაც თავის დროზე და ნელა-ნელა უკვე იწყებოდა როგორ გითხრათ ამ მიმართულების, ასე თქვია, განვითარება და უფრო მეტი რაღაც ჩვენს რეალობაში როგორ ვითარდება საქართველოს გულისხმობ? საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს იყო ძალიან კარგად რაღაც დონეზე, ანუ ეს მიმართულება განვითარებული, იმიტომ რომ ანუ სხვადასხვა წყაროებიდან გვაქვს ნანახი ადრინდელი რაღაც ლოგოტიპის ვერსიები, რომელიც ძალიან ისეთი კარგი იყო. შემდგომ დღესდღეობითაც ძალიან კარგი არტისტები გვყავს, აი რომლებიც არიან ითვლებიან მსოფლიოში უკვე ერთ-ერთ საუკეთესოებად, თუნდაც იგივე კია ბოხვა, რომელსაც თვითონ აი იმ საიტზე, სადაც ჩვენ ანუ გრაფიკოს დიზაინერებისთვის არის ავტორიტეტული, ყავს ძალიან ბევრი გამოწვევი, უგზო-უკვლევი გამოწვევი. ანუ აქედან გამომდინარე, ითვლება რომ უკვე რაღაც დონეზე ტრენდი არის, თუნდაც ქართველი ზოგი არტისტის შემოქმედება. კიდე ბევრია, უბრალოდ არ გამოვარჩევ, ერთ-ერთი მაგალითია. არსებობს თაობა, არსებობენ ჩემზე პირადად უფროსი მხატვრები და არტისტები, რომლებიც კარგად აკეთებენ, განსხვავებულად აკეთებენ და მარტო საქართველოში კი არ აფასებენ მათ, არამედ საზღვრებს გარეთ რა, ძალიან ბევრი ეგეთი. და რა ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ლოგოტიპზე იმუშაოს დიზაინერმა, იმიტომ რომ ეს მარტო მხატვრობაში, თქვათ, ეს კარგი ცოდნა არ მარა როგორც ვიცი და გავეცი. აი, არ ვიცი, ეს მე ანუ ცოტა ესეთი ეს არასტანდარტი კითხვაზე პასუხი, როგორც მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს, ანუ რაღაც რა თქმა უნდა შეეძლოს რაღაც დონეზე ხატვა, მაგრამ მე არ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი მხატვარი, რომ დაიწყოს
ლოგოტიპებზე კონკრეტულად მუშაობა, უნდა იყოს თავისუფალი აზროვნება, მაგრამ აუცილებლად უნდა აქცევდეს თავის აზროვნებას, თავის იდეებს და თავის შემოქმედებას რაღაც კანონებში. ანუ რაღაც კანონებში. იმიტომ რომ რაღაც ლამაზი რაღაცის დახატვა, ამით უმეტეს ამ მიმართულებით არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც შენ შექმენი კარგი ლოგოტიპი და საერთოდ ჩემთვის პირადად, ხო, ესეც ანუ ტერმინი ლოგოტიპიც კი და საერთოდ საფრთხე ნიშანი მე ვთვლი რომ დროთა დროის განმავლობაში უახლოეს პერიოდში საერთოდ გაქრება, წავა შორს. იმიტომ რომ კარგი ლოგოს ქონა არის აი ძალიან უმნიშვნელო, ძალიან პატარა დეტალი, როცა ხარ ბრენდი, როცა გაქვს კარგი ლოგოტიპი, ეს არის რა კარგია, მაგრამ ჩემის აზრით, და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი ვიზუალური კომუნიკაცია წარიმართება ძალიან კარგად, იმიტომ რომ კარგ ლოგოტიპს უნდა უკან ანუ ბექგრაუნდად ყავდეს ძალიან კარგი საფირმო სიმბოლოები, ანუ რაღაც სიმბოლოების ერთობლიობა, რომლებიც ანუ პატერნის სახით, ან ნებისმიერ სხვადასხვა, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, საერთოდ შეუზღუდავია ფანტაზია ამ მიმართულებით, რომლებიც ამაგრებენ ლოგოტიპს, თუნდაც ფერი, ცალკე აღებული, იმიტომ რომ თუ ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ ლოგოტიპს და ყველგან დავარტყავთ ლოგოტიპს, უბრალოდ კომუნიკაცია დაждდება ძალიან ძვირი. მომხმარებელი თქვენ ლოგოტიპს კი აღიქვავს, მაგრამ აღიქვავს ძალიან დიდი დანახარჯებით, როცა მაგალითად თუნდაც დღესდღეობით, ბევრ ბრენდს შეუძლია სხვა საფირმო ნიშნებით მოახდინოს იგივე კომუნიკაცია. თუნდაც აი ელემენტარულად წითელ ფერზე რაღაც კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ რაღაც 80%-ს დედამიწის მოსახლეობის აფრიკაშიც კი ასოციაცია უხდება კოკა-კოლას და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ის თავის იმას ლოგოტიპს არ ასწავს და ან იმას რა ქვია, საფირმო ნიშანს. აი სწორედ ამაზე მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი. ლოგოტიპები შეიძლება ასოცირდებოდეს სიმბოლოებთან, როგორც აი ვთქვათ, Apple, Mercedes და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს წარწერული ლოგოტიპი, უფრო მარტივი. რომელი უფრო კარგად მუშაობს ამ შემთხვევაში? მე უფრო ვემხრობი, როცა მხოლოდ წარწერა არის, ანუ სიმბოლო არის, ეს უბრალოდ პირდაპირ გეტყვი, ანუ მანდაც არ არის საერთოდ. ეს გემოვნების საკითხია ამ შემთხვევაში. არა მარტო გემოვნების, ანუ უფრო მარტივად არის ორგანიზაციას რა სტრატეგია აქვს თავისი განვითარების, მის ანუ ბრენდ პლატფორმაში რა დევს, მის ხედვაში, აი სუნთქვაში რა, აი როგორი უნდა რომ წარმოჩნდეს, მანდედან გამომდინარე. უკვე უნდა ჩვენ ვიფიქროთ, წარწერა მოუხდება თუ ის რა ქვია, ანუ მაგალითად სიტყვაზე Google შეიძლება აწყობდეს ძალიან მაგრად, რომ მარტო Google წერია, იმიტომ რომ და Apple საერთოდ სხვა სტრატეგია აქვს თავისი, ანუ თვითონ შიგნით, ანუ ეს კომპანიის არჩევანია უკვე. ეს არის კომპანიის არჩევანი, ეს არის უფრო ბრენდის იდეის უკვე ვიზუალური კომუნიკაცია. თუმცა ორივე თანაბრად მუშაობს ბაზარზე. ამარო არ გაუზომია. ხო და ჩემი აზრით თანაბრად მუშაობს ყველაფერი ის, რასაც აქვს გული, აი გულსფელი რო იყო. ანუ თუ ლოგოტიპი შეიქმნა არა ისე რომ მივიდნენ დიზაინერთან მიცეს ფული და რაღაც აბაშენიცი და იმ რაღაც დახატა. თუ იმ ლოგოტიპის უკან დგას თიმი, რომელმაც იმუშავა რაღაც თავის ბრენდის კონცეფციაზე, მე ეს თიმი მივიდა გულსფელად დიზაინერთან რაღაც იმუშაოს მარტო დიზაინერთან სასურველია საერთოდ ლოგოტიპების დროს ერთ პიროვნებასთან არ მიხვიდე, სააგენტოსთან მე ყოველთვის ყველას ვიმხედავთ იმის რომ ჩემთანაც მოდის დამკვეთება რაღაც ჯობია ყოველთვის სააგენტოსთან იმუშავა, იმიტომ რომ მარტო დიზაინერის ერთი ადამიანის მოსაფიქრებელი ხშირად არ არის ლოგოტიპი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ ლოგოტიპზე დავიწყებთ საუბარს, უფრო უნდა აი ის კულტურა რომ აი ლოგო მინდა თუ ამოვა, ანუ ნელა-ნელა წავა საქართველოსთან ჩვენ რაღაცით უფრო წინ წავიწევით, უფრო დავახლოვდებით და ანუ მივახლოვდებით დასალურ სტანდარტებს. დასალურ სტანდარტებს, იმიტომ რომ ანუ ძალიან იშვიათად შევხვდებით რაღაც აი ლოგო მინდა მარტო, იმიტომ რომ ლოგოს იქით პირველ რიგში უნდა დაფასდეს ანუ ბრენდის იდეა, ანუ უნდა მიმართონ რომ რაღაც ანუ სული შეიქმნას პროდუქტის და შემდგომ უკვე უნდა მივიდნენ ადამიანთან, რომელიც არის კვალიფიციური, ანუ კვალიფიკაცია წერან აღნიშნეთ ძალიან სწორად, რომ კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ვინც აკეთებს რაღაც შემოქმედებით
პროცესში არის ჩართული, ეცნობოდეს თანამედროვე ტენდენციებს. ბაზარს აკეთებს, სეგმენტს ეგ მაგაზე ხა ორი სიტყვით გეტყვით, მაგრამ სანამ მაგას გააკეთებს, უნდა იყოს აყოლილი, უნდა ბევრს ათვალიერებდეს ინსპირაციის უსაზრო სხვადასხვა წყაროები. ინფორმირებული უნდა იყოს. ანუ განათლებას ზოგადად ამ მიმართულებით აქვს აი გადამწყვეტიც მეც ვიტყოდი რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ის რომ მარტო რაღაც ხატვა ან უნდა ათვალიერებდეს როცა თავისუფალი დრო აქვს რა ვიცი უნდა ფილმებს უყურებდეს სხვა აი ბევრი რა ესიც არის ჩემი პირადი აზრები ანუ ეს ასად არ წერია რჩევა მით უმეტეს ანუ რჩევა რომ მე უფრო ვფიქრობ რომ ამას ანუ ადამიანების ეს ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს მაგათთვის არ ჭირდება ანუ არ საჭიროებს ეგ რჩევა ეს უბრალოდ საზოგადოებამ რო იცოდეს ჩემი საერთოდ ეგ და ასევე დამწყებისთვის ან ვისაც არჩევანი არ გაუკეთებია დამწყებისთვის თავარი ბევრი ათვალიერებს მეგობრებს ანუ რასაც შექმნის პირველი რომ მის გონებაში იყოს ის რაღაცები დალაგებული რაც არის შექმნილი იმიტომ რომ ძალიან ხშირია ჩვენ სფეროში რომ თუნდაც აი როცა მე ვიწყები თავის დროზე 16 წლის ასაკში რომ რაღაცა შექმნიდი მეგონა რომ კარგი იყო იმიტომ რომ არ ვათვალიერებდი რა ხდებოდა და ის ანუ იმიტომ რომ ვერ ვაფასებდი თუ შენ თვითონ არ ჩამოიყალიბე შეფასების სტრუქტურა და კრიტერიუმები შენი შემოქმედებისადმი ყოველთვის იქნები ანუ ანუ იცრუებ შენ თავთან რომ ან რაღაც კარგს ქმნი ან კიდე ანუ უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი გახდა დავით კუპატაძე, Silk Road ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელი. კიდევ ერთხელ მადლობა, ვსაუბრობდით ლოგოების დიზაინზე. და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ აფიშა, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.